Მოიმარჯვეთ კალამი, ფურცელი და თქვენს კალენდარზე მონიშნეთ შემდეგი დღეები 10, 11, 12 ივლისი. ლოკაციასაც გეტყვით ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე. თქვენ გელოდებათ სამდღიანი ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი დაუვიწყარი სამარსეთი და სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. მირანდა ესაკია, ფესტივალის ორგანიზატორი და ნიკა დვალიძე, სამარსეთის PR მენეჯერი. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მოგზავნებით. მიუხედავად იმისა, რომ მე მგონია, რომ უკვე მონიშნული აქვს ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს ეს დღეები და განსაკუთრებით ელიან და ისიც კარგად იციან ვინ იქნებიან მთავარი მუსიკოსები, ვის მოსასმენათაც უნდა მივიდნენ. კიდევ ერთხელ ალბათ პირველ რიგში სწორედ ეს სახელები და გვარები უნდა შევახსენოთ, ვის მოსასმენად მოვლენ ისინი თქვენ. პირველ ის რა ძალიან მიხარია რომ ავტომატურად აქვს მონიშნული ეს ამბავი, იმიტომ რომ Facebook-ზე როცა ივენტს აკეთებ, იქ იდეაში არის რომ მაქსიმალური ადამიანების მაქსიმალურ რაოდენობას გაუგზავნო. თურმე ეს ადამიანები ეძებენ და სადღაც 7000 ადამიანმა თვითონვე იპოვა ივენთი, თვითონვე დააკლიკა რომ ეს წრება ღონისძიებას, ალბათ იზრუნეს ხო და ყველამ ვიცით რომ ყოველ ზაფხულს ერთგვარი ყოველ ზაფხულს გველოდება სამარსეთი და ვიცით რომ გემოვნებიანი მუსიკა იქნება რაც მთავარია. მეორე რაც შეეხება ჰედლაინერებს, წლევანდელი ფესტივალის მე მგონი არ ვიცი სლოგანი რო გქონდეს შესარჩევი, ალბათ შევარჩევდით რომ ამ ფესტივალზე იქნებიან ადამიანები, რომლებიც ხშირად ერთ ოთახშიც კი არ არიან ხოლმე. იქიდან გამომდინარე რომ არტისტები, რომლებიც ყავს წელს ჰედლაინერებად არიან, ისეთი მუსიკოსები, რომლებიც მაგალითად არ ვიცი ერთმანეთში შეაზავებენ კლასიკურ როიალს და ელექტრონულ მუსიკას. ეს არის ნილს ფრამი. ყავს ოლაფურ არნალცი, რომელმაც ბეთჰოვენს ეძახიან, ხო? ხო. ბეთჰოვენი. ოლაფურ არნალცი რომ არ დაყრუდეს. ანუ ეს ერთგვარი ექსპერიმენტული ჟანრია, როდესაც კლასიკურ მუსიკას თუ უკვე დამკვიდრებულია ეს არის თანამედროვე ელექტრონული მუსიკა, რომელიც ინსპირირებულია. იცით, ჩავერთვები ამ შემთხვევაში ნილს ფრამი ესე ვერ იტყვი, რომ ელექტრონული მუსიკა არის, ცოტა ეს არასწორი ინტერპრეტაცია. ნილს ფრამი არის კომპოზიტორი, არის პიანისტი. ჩვენ ვაკეთებთ იმას, აი ამ შემთხვევაში სამარსეთი, რომ გვინდა მომხმარებელს ვუთხრათ, ხაზი გაუსვათ, რომ 21 საუკუნეში ეს სუბკულტურა იმდენად გაიზარდა და იმხელა ინდუსტრია ელექტრონული მუსიკა, რომ ჩვენ ფესტივალში კლასიკური მუსიკა, ანუ ჩვენ ვეუბნებით მომხმარებელს, რომ კლასიკური მუსიკა ჩვენი ერთ-ერთი ნაწილია. ანუ ეს ცალკე განყიდებული არ არის. ნილს ფრამის მუსიკას ელექტრონულ მუსიკას ვერ დაარქმევ. ერთგვარი სინთეზია. აი, მსმენელისთვის რამდენად საინტერესო იქნება ეს ცოტა გამოცდა არის ჩვენი მხრიდან, როდესაც ადამიანები ელოდებიან ტექნოს და ფესტივალის დახურვაზე. სრულიად სხვა რაღაცას. აბსოლუტურად სხვა რაღაც. იცი რა მე ეს წელს პირველი წელია, როდესაც აი ესეთ თამამ ექსპერიმენტს თავაზობს მე. 2013 წლიანი ექსპერიმენტი იყო, ზუსტად ვიხსენებდით, რომ აი ამ ტერიტორიაზე, სადაც დღეს არის განთავსებული ეს GDS-ის შუადღე, აქ თავის დროზე იყო ღონისძიება, სადაც რომელსაც ესწრებოდა 2000 ადამიანი თურმე და ეს მაშინ გვეგონა რომ იყო რაღაცა განსაკუთრებული. ანუ 2013-ში, როდესაც სამდღიანი სამარსეთი დავიწყეთ ბათუმში, 2012-ში დავიწყეთ. 2012-ში დაიწყო და 13-ში ეს იყო დიდი და მსხვილი მასშტაბი, სადაც 10000-მდე ადამიანი მოვიდა. მას შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მინიმუმი, რომელსაც სამარსეთი აერთიანებს ხოლმე ამ რამდენიმე დღეში, ზაფხულის დღეებში. შესაძლოა იბისაში და ბარსელონაში არის ესეთი კლუბები, სადაც 100000 კაცი კი ერთიანდება. ჩვენ რამდენ სტუმარს ველოდებით სამარსეთზე? გვაქვს ესეთი დაანგარიშებული დაახლოებით რიცხვი? ამ სამარსეთზე ჩვენ 4 წელია ჩვენ ფესტივალს 4 წელი უსრულდება. რომ მივყვეთ ეტაპობრივად ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ თავაზობდით მათ ახალ ექსპერიმენტალურ მუსიკას. წელს განსხვავებულს რაც ვაკეთებთ, ეს არის ორი სივრცე, დღის ღონისძიებების და ღამის ღონისძიებების. დღის ღონისძიებებით ჩვენ გვინდა რომ უფრო გავზარდოთ ბაზარი, ცოტა ცუდი ნათქვამი, ანუ მსმენელი და ვაკეთებთ უფასოს ამ დღის ღონისძიებებს. ყველას შეიძლება დაესწროს უფასოდ. გარდა ამისა, ამ დღის ღონისძიებებზე იქნება ვორქშოპები, რომელსაც საინტერესოა. დიახ, რომელსაც ანუ 2014 წლის სამარსეთის after movies, როგორ ხდებოდა ეს ორი დღე ფესტივალზე საერთოდ. ძალიან დასამახსოვრებელი იყო განსაკუთრებით ეს მოდერატის ნაწილი, რომელიც იყო ძალიან ემოციური და როგორც ვთქვი 24 საათიანი non-stop რეჟიმი. non-stop. ეს ვორქშოპები არის ხო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გარდა ამ დღის სივრცის, ანუ ფესტივალის ნაწილზე, რომელიც სტანდარტულად ჩატარდება, გვინდა რომ ყურადღება მივაქციოთ აი ამ დღის ღონისძიებებს. რატო? იმიტომ რომ აქ ოლაფურ არნალცი, კომპოზიტორი, ჩაატარებს ვორქშოპს სტუდენტებისთვის. კონსერვატორიის სტუდენტებისთვის. თვითონ კონსერვატორიის სტუდენტები გამოგვეხმაურნენ, იმიტომ რომ რამდენიმე თვის წინ თვითონ ჰქონდათ ოლაფურ არნალცის საზოგადოება, ხო, საღამოსა და თვითონვე დაუკრეს მისი
მათ აქვს მომზადებული ოლაფურის დიახ და ისინი ამ შემთხვევაში მათი მსმენელი იქნება თვითონ ოლაფური და ამის შემდეგ ნიკა მაჩაიძეც იღებს ხომ მონაწილეობას ნიკაც ჩაატარებს workshops გარდა ამისა ტექნოს კუთხით მეორე დღეს იქნება ასევე workshop-ი Hungry Music-ის მუსიკოსების გარდა ამისა იქ არიან ჩართულები ნიკა სტუდენტები ხო რომლებიც ანუ წლევანდელი ფესტივალი იდეაში არის ძალიან მარტივი სამოქალაქო აქტივობის ზრდასთან ერთად ბუნებრივია ეს რაღაცა როლი უნდა გადავინაწილოთ ყველამ ხო შესაბამისად გადავწყვიტეთ რომ ეს ფესტივალი იყოს მაქსიმალურად ყველაფრის მომცველი ერთი მხრივ ის რომ კონსერვატორიის სტუდენტები დაუშვათ ძალიან აქტიურობენ ილიაუნის ფაბლაბი რომლებიც ქმნიან მეგობრებო თურმე ძალიან მაგარი ინსტალაციებს აი თუ მოხვალთ გექნებათ დრო თქვენ თვითონ ენახოთ ფესტივალის ფარგლებში მათი გამოგონება შესაძლებელი რომლებიც შემდეგ შეიძლება ძალიან ჩვეულებრივად საზღვრებს გარეთაც წავიდეს და ჩვენ ვთქვათ რომ საქართველოში არიან ახალგაზრდები ვინც საერთაშორისო დონეს შეესაბამებიან ამ კუთხით ეს არის ლაბორატორია მე როგორც ვიცი რომელიც ილიაუნის ბაზაზე არსებობს მე მგონი 21 საუკუნე საერთოდ ყოველგვარი საზღვრები წაშალა არანაირი საზღვარგარეთი აღარ არსებობს ერთი დედამიწა სადაც კეთდება კოსმოსთან მიღებული სივრცის მესიჯი, რომელსაც უკან გზავნილით, აგზავნიან და არ ამგონია რომ ქართულები რაღაცით უკან იყვეთ, ან ვიღაცაზე დასაწევები ვიყოთ. ეს სწორედ მაგას გავუსვი ხაზი შენ და მე რაც დრო გადის უფრო მეტ და მეტ სიურპრიზს ვიღებ და მიხარია ძალიან. იმიტომ ამ საერთო სივრცის ისეთი მონაწილეები ვარ სრულყოფილი. ჩვენი მისია იდეაში ფუნქცია ამ შემთხვევაში არის ის რომ სანამ ეს ადამიანები წასულან საზღვარგარეთ რატომ არა ჩვენ თვითონვე მივცეთ პლატფორმა და ჯერ საქართველოში ჩვენთან ხო არის ეს რომ სანამ არ წავა ხოლმე საზღვარგარეთ იქ არ აღია რატო არა ანუ ჩვენ გვიხაროთ ეს პირველი ჩვენთან არიან სრულუფლებიანთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო რომ ასევე ამ ჩვენ ფესტივალში ჩაერთო შშმ პირები რომლისთვისაც გავაკეთეთ სპეციალურად ანუ თვითონ ფესტივალის ტერიტორიაზე ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ მათ ჩვეულებრივად შეეძლონ ადაპტირებული იქნება მათთვის და ასევე ერთ-ერთი ესეთი პირი თურმე თვითონ ქმნის მუსიკას და სცენას უთმობთ დღეს თვითონ დაუკრავს ხო ეს ძალიან ისეთი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის ხოლმე რომ ზოგადად როდესაც ამ თემას ეხება საქმე ადამიანები ძალიან დელიკატურები ვართ ხოლმე ხო მაგრამ ხშირად არის რომ ეს ამ ადამიანების მიმართ დამოკიდებულება განისაზღვრება ხოლმე რომ აი ქუჩაში რო ჩაივლის ეს რაღაცა თითქოს შეცოდება თანაგრძნობის მომენტი ანუ სინამდვილეში ამ ადამიანებს არ ჭირდებათ არავის შეცოდება სინამდვილეში და იმისთვის რომ ამას მიხვდე უნდა გაიცნო იმისთვის რომ გაიცნო ანუ ქუჩაში ჩავლა საკმარისი არ არის უნდა ნახო იმ სივრცეებში სადაც ადამიანები ხო იკრიბებიან და ეს გამოფენა გაყიდვას აკეთებენ აქსესუარების ხომ როგორც დიახ და იმათთვის ეს მნიშვნელოვანი იქნება რომ ყველა ვინც მოვა ამ ღონისძიებაზე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ასეთი მასშტაბური ღონისძიება ზრუნავს იმაზე რომ ადაპტირებული გარემო იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. იმიტომ რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არის. მონაწილეებს რომ მე თვითონ დამოვიღოთ ეს აბრევიატურა რომ შეშიმო. იცი დამკვიდრებულია ეს ტერმინი შესაბამისად ინკლუზიურ ნაწილს უფრო ვეძახ. ჩვენი მეგობრები ისეთ ხო. ხო, თუმცა ეს ტერმინი დამკვიდრებულია და შესაბამისად შეგვიძლია გამოვიყენოთ. სხვა შორის იყო საუბარი რომ თითქოს უნდა შეიცვალოს ეს ტერმინი სხვა სიტყვებით, მაგრამ ჯერჯერობით ამბობენ რომ საუკეთესო ვარიანტი არის სწორედ ეს შეზღუდული შესაძლებლობის მე მგონია რომ რაღაცა პოეტური მეტაფორის პოვნა შეიძლება უფრო რბილის უფრო მაგაში გეთანხმები უფრო სწორი შიში რაღაცნაირია მეშინია შიში ავარია შიში არ გაჩნდეს ხო ეს რაც შეეხება დღის ნაწილს რაც შეეხება ღამის ნაწილს ამაზე ძალიან ბევრს საუბრობთ იმიტომ რომ ეს ახალი წამოწყებაა მაგრამ ის რაც ღამე ხდება ეს უკვე ხდება შიგნით დახურულ ძველი მანეჟის შენობაში რომ დღის განმავლობაში ვინც იქნება ღამე ვერ მოხდება თუ არ დააკმაყოფილებს კონკრეტულ კრიტერიუმებს და არ იქნება 18 წელზე ასე როგორ გაკონტროლდება ამ ხელა მასა ეს არის ჩვეულებრივი შემოსაზღვრული ტერიტორია სადაც ყველა შესაძლებელი იცით რა არის ზოგს ჰაბიტს ეთყობა დიახ თუ აი იდახს რო არა მაშინ ხოსპიტალიზაციას ხო იმიტომ რომ გადანოენდობით ეგრე ვიტყვებოდი ხოლმე ძალიან დიდი ხანი იმიტომ რომ ამ ხელა მაინც ვერ გაკონტროლდება წარმოიდგინე ხა იმდენი ლამბერები არიან 16 წლის რომ არა ამ შემთხვევაში გვაქვს ამაზე პირველ რიგში იმიტომ რომ პლეისმენტების გამო კონკრეტულად რაც ფესტივალზე ხდება, ეს არის აუცილებელი, რომ ეს შეზღუდვა დაწესდეს, რომ 18 წელს ზემოთ. ანუ პირველ რიგში როგორც კი ვატყობთ, რომ ეს შეიძლება იყოს 15-დან 21 წლამდე, იქ მომენტალურად უნდა კონდეს თან პირადობის დამადასტურებელი ნებისმიერი საბუთი, რომ არის 18 წელს ზემოთ. მას განვაცხადოთ, იმიტომ რომ რაც
დისკომფორტი თქვენ რო არ შეგიძლიათ. და უხერხულობები რა თავიდან აღარ გვექმნება. უკვე ციანი. უკვე აღარაფრით აღარ გვექმნება. ანუ ძლებთან ერთად ამის კულტურაც ასე ვთქვათ მოვიდა. ანუ დღის კონცერტსაც შეეხება არის დასწრება თავისუფალი. შემდეგ უკვე როგორ ვიქცევით თუ გვინდა რომ საღამოს კონცერტზე მოვიდეთ. შემდეგ უკვე დღის სივრციდან უნდა გადავინაცვლოთ ღამის სივრცეში, რომელიც იქვე არის. ჩვეულებრივად შეიძენენ ბილეთებს წინასწარ ადგილზე იქნება შესაძლებელი კი. ახლაც ონლაინ გაყიდვებით მაგრამ ჯობს ალბათ წინასწარ, იმიტომ რომ იქ მე რიგში დგომას ალბათ ჯობია ყველგან ეს ძალიან ეს დემოკრატიული ფასები გვაქვს ანუ ფესტივალზე. ერთი დღის ბილეთი ღირს 30 ლარი, შეიძლება ხო ესე ვთქვა. და აბონემენტი ღირს 70 ლარი. ჩვენ გქონდა ფრისეილები, რომელიც უკვე მორჩა. აბონემენტი მთლიანი ფესტივალი. ანუ ეს არის ნონ-სტოპი პრაქტიკულად, რომელიც იწყება 10-ში და მთავრდება უკვე 12-ში. 12-ში საერთოდ 13-ის გამწევი. აბონემენტს ვინც მიიღებს საკაცად შედის. რაც ძალიან გვახარებს ყველას, ალბათ არის ის, რომ ძალიან ბევრი ქართველი არტისტია. თუ არ ვწდები 23-მდე, ხო, არ მეშლება იმედია. 20-ზე მეტი ქართველი არტისტია, მაგრამ აქ ემატება კიდევ თუნდაც ის, რომ Creative Education CES-თან, სტუდიოსთან ჩვეულებრივად თანამშრომლობს, შესაბამისად ყველა ის არტისტი, რომელიც ახლა იწყებს, რომელიც სწავლობდა ამას ტექნიკურად, მათაც დღის განმავლობაში რაღაცა პერიოდით დაეთმობათ სცენა. ანუ თუ იღებთ ამ ფესტივალს თავდამოყრით. კი. სხვათა შორის ტელეკომპანია GDS-ი, როგორც ჩვენი მხარდამჭერი, უზრუნველყოფს იმას, რომ არაფერი არ დაიკარგოს ის მნიშვნელოვანი აქტივობა, რაც გვექნება. გარდა ქართველი შემსრულებლების და მონაწილეებისა, ბუნებრივია გვინდა ვისაუბროთ იმ უცხოელ მონაწილეებზე და სტუმრებზე, რომლებიც ჩამოვლენა ჯერ არ გვისაუბრია. მოდი თქვენ გაგვაცანით ჯობია. Hungry Music-ი, სამი დიდი სახელი, დაწყებული ხუაკინ პასტორით. ეს არის ერთი ნაწილი ამ ყველაფრის, რაც იქნება ჩვეულებრივად სტანდარტულად, რაც ჩვენ კარგად ვიცით და რაც უკვე დამკვიდრებულია საქართველოში. აგორია, რომელმაც პრინციპში ქართულ კლუბებში გაატარა თავისი ტრეკებით 2013-14 წლები, თავიდან ბოლომდე, ხო, სწორად მახსოვს იდეაში. ჩამოდის ამჯერად უკვე ცოცხლად, ანუ ქართულ დიჯეებს ძალიან მოწონდათ და უშვებდნენ ამ ტრეკებს. მე როგორც ვიცი მეგრელია. მეგრელია, სპეციალურად შევარჩიეთ. ეს არის ჰედლაინერები, რომლებიც ასევე ხუაკინ პასტორნიკა აღნიშნა, ენტო, აგორია, აქ არის მეცი DK, ასევე კიასმოს ვთქვით, რიპერტონი. საკმაოდ სერიოზული ყველაზე მნიშვნელოვანი მიკრონაუტი და Mr. Fox-ი და შემდეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ყველა შევიდეს, ნახოს პროგრამა, მოусმინოს არტისტებს წინასწარ, იმიტომ რომ YouTube-ზე არ არის რთული copy-paste, იმისთვის რომ ზუსტად იცოდეს სად მოვიდეს, რომელ ნაწილში და ისთვის შესაძლებლობა აქვს. იქ არის მუსიკა, რომელზეც მე პირადად ძირს პირდაპირ დავჭდები და მოვსმენ. აი ქვევერიცება ფიქ უნდა მოусმინო განეწყო წინასწარ. ეს ცოტა ავიწროებს მე მგონი წრეს, რომელიც კონკრეტულად ამ დღეს შეიძლება მის ციტატა არის უბრალოდ ეს, რომ მის მუსიკაზე ერთ სივრცეში შეიკრიბებიან ის ადამიანები და პირიქით ზრდის ეს ხშირ შემთხვევაში ასაკობრივ სივრცეს და ასაკობრივ ზღვარს უფრო ზემოთ ადის, იმიტომ რომ მე მგონი სწორი გზავნილია, იმიტომ რომ 21 საუკუნე თუ ჟანრების გამაერთიანებელი არის, ასევე გამაერთიანებელია ასაკისაც. კი, და ადამიანები. მთავარი არის ხედვა იდეაში. ალბათ და ასაკს ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მე მაინტერესებს როგორ იყო თვითონ სამუშაო პროცესი და რამდენად მარტივია ამ ადამიანებთან შეთანხმების მიღწევა, რომ ისინი ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. მოლაპარაკებების რაუნდი როგორი იყო? თუ 4 წლიანმა გამოცდილებამ უკვე რაღაცა სახელი გაქვს ფესტივალ Somerset-ი და ამისთვის საერთოდ არანაირი პრობლემა არ უკვე როცა ეუნები, როცა ჩამოყვანილი ყავს Faithless-ი, როცა ჩამოყვანილი ყავს მოდერატივი პრობლემები უკვე არანაირი არ აქვს. ეს შემსრულებლები ხან ერთ ლეიბლზე არიან, ხან ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს და ყოველ ივენთის შემდეგ, როდესაც არტისტი, რომელიც ყავდა Facebook-ზე თუნდაც პოსტავს შენ შესახებ დადებით reviews, ანუ შეფასებას, ეს ძალიან მაგალითად Somerset-ი ჩაუტარეთ, ჩვენ ყავდა მოწვეული Max Cooper-ი თავისი ახალი შოუ Emergency და Max-ი გვიყვებოდა პროგრამა რომელიც და Max Cooper-ი გვიყვებოდა, რომ მას საქართველოს იმიტომ მის აგენტოსთან არ ქონია ურთიერთობა, დაურეკა ოლაფურ არნალდსმა, რომ როგორი ქვეყანა არ ახდება რა ხალხი მსმენელი დაგვხვდება. ნუ აი მაქსმა მომიყვა როგორი სიამაყით უყვებოდა თუ რა ხალხი დახვდება აქ და მე და როგორი საინტერესო გასული წლების გარდა თუ აინტერესებთ წლევანდელ ლაინაპში ვინ არიან, თქვათ მათთან ერთად ამ სამი დღისგან. აი მე TDK მე ხლა ხანს დაპოსტა, რომ ძალიან ველოდები თბილისში ერთად ვნახო ოლაფურ არნალდსი და ნილს ფრამი. ანუ ეს სახელები ვიღაცაებისთვის ვიცი რომ ზოგადად უცხოა და ბუნებრივია ჩვენ ესე ამაყად რომ გამოდივართ ვიღაცა ალბათ ახლა უყურებს რომ ვინ რა
მაგრამ მოусმინონ და თვითონ ენახავენ რომ მართლაც ძალიან რა თქმა უნდა, ბევრ სახელს რამდენიმე წლის წინ საერთოდ არ ვიცნობდით, ვის გარეშეც დღეს ვეღარ წარმოუდგენიათ ცხოვრება ახალმა თაობამ ეს მაინც იციან. ახალმა თაობამ კი და ძალიან ვამაყობ იმ ფაქტით, რომ სამერსეტი ჩემი აზრით დღემდე არის ის ფესტივალი, რომელმაც ძალიან ბევრი ახალი რაღაც შემოიტანა, ძალიან ბევრი რაღაცა რისკი გაწია იგივე 2013 წლის Sleep Party People პროექტი, რომელიც იმ პერიოდის კლაბინგში არ იყო აქტუალური, მაგრამ რეალურად, ანუ რისკი არის არა, იმიტომ კომერციაზე რო იყოს მხოლოდ ფიქრი, ანუ აქ იქნებოდა შერჩეული ძალიან კონკრეტული სახელები, ძალიან გავრცელებულები, ნაცნობი, მაგრამ გამონაცვლებელი მომენტიც აზრი არის, რომ ვიღაცას რაღაცა დამატებითი მივცეთ ვიღაცას. იცით რა მინდოდა თქვენთვის მეთქვა და არის თუ არა ცოტა პრობლემატური იმ რასაც თქვენ აკეთებთ თბილისში არ ქონა ისეთი კარგი სივრცის და მუსიკალური კლუბების რომელიც უნდა იყოს აი და სულ ეძებთ დანგრეულ ქარხნებს, ფაბრიკებს, სულ მაგისტრიაში ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში დიდი მადლობა იპოდრომის ადმინისტრაციას მოგცა შესაძლებლობა რომ აი უკვე ერთი თვეა დღე და ღამე მუშაობთ თვითონ იქ ტერიტორიაზე რომ ეს დავამსგავსოთ საფესტივალო სივრცეს, ანუ იქ დღის ტერიტორიაზე ვუვლით ხეებს, გამწვანებას ვაწესრიგებთ. ნუ ინტერიერით შესაბამისად გამოიყურებოდა. თუ მიმართოთ დაანგრევენ ამ ქარხნებს უბრალოდ აღარ ფუნქციონებს როგორც ქარხანა, ნუ აშენებენ კორპუსს და ნუ დაანგრევენ და მოგცემ თქვენ. სანამ ეს ქარხანა ჩვენი პრომო. უიში მაშინ ისე დაიწყეთ თქვენ რომ აი კოსმოსთან კავშირი გაქცევა, აი ზუსტად ეს მესიჯი გვინდოდა. ანუ ეს არის იდეაში ხმაურიანი ქალაქი, რომელიც ძირითად შემთხვევაში ბოლოდროინდელი თბილისი თავისი აქტუალური პოლიტიკით და ზოგადად პოლიტიზირებული Facebook-ზე თვითონ შესვლა არის ხოლმე რაღაცა დიდი სტრესი. და იდეაში ეს გოგონა გამოდის მთავარი გმირი, პირობითად საშუალო სტატისტიკური თბილისელი, რომელიც იღლება ამ ქალაქის ხმაურით იწევს და თავის დაღწევა იდეაში არის ზუსტად ეს იპოდრომის გამწვანებული ტერიტორია, სადაც დავუშვათ იქ ამ პერიოდის მანძილზე ბალახის ზედმეტი საფარი მოვაშორეთ, ხეები შევღებეთ იმისთვის რომ დავუშვათ ჯანსაღები იყვნენ და უბრუნდება ასე ვთქვათ თავის პირველად ბუნებას. ანუ ეს არის საწლევანდელი სამესტი. ფესტივალი არის მუსიკა ხო ისედაც გაქცევა რეალობით. ხო მოწყვეტ აი ამ ეს ყველაფერი კიდევ უფრო ეფექტური. ხო. ასე რომ კიდევ ერთხელ უთხრა ჩვენს ტელემაყურებელს, მე არ მინდა რომ რიცხვები შემეშალოს ბუნებრივია 11-12 ივლისი სამასეთი გელოდებათ არაჩვეულებრივი პროგრამით 24 საათიანი მუსიკალური ნონ-სტოპი გელოდებათ და როგორც მოხდა ყველა ინტერესის ადამიანს ვინც საკაცით გასაყვანე დათო ჩვენ გამოვიყავ ჩვენ მოგეხმარები დათო ჩვენ თუ არ დაგჭირდა საკაცი აბონემენტიანი კაცი ძალიან დიდი მადლობა დიდი მადლობა წარმატება რომ ხარც გვიჭერს დაუბრუნდებით რეკლამის შემდეგ და უკვე ვისაუბროთ ციფრულ მაუწყებლობაზე ისევ ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით ასე რომ ჩვენი თემა გავლილი გვაქვს ძალიან ინტერესით გავისმენთ კიდევ პირველი ის არის გარდამტეხი ეტაპი აი ამ ხრივ ჩვენს ცხოვრებაში ასე რომ დაგვალოდეთ დეტალებით დაუბრუნდებით რამდენიმე